მოგესალმებით, მე ვარ თეონა გეგელია და თქვენ უყურებთ ნამდვილ ისტორიებს. დღეს ვილაპარაკებთ კარდინალ რიშელიეს შესახებ. მადლობა ყველას, ვინც გვიყურებს, იწონებს და აზიარებს ჩვენს ვიდეოებს, ჩვენს ძველ და ახალ გამომწერებს. თითოეული თქვენი კომენტარი, მოწონება თუ გაზიარება ეხმარება ალგორითმს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოიზიდოს ჩვენს არხზე. ეს კი ნიშნავს მეტ და უკეთეს ეპიზოდს, ვისაც მეტად სურს დახმარება, მათთვის ყველა მონაცემი ამ ვიდეოს აღწერაში. კარდინალ რიშელიეს შესახებ უამრავი შეფასება არსებობს, როგორც მისი თანამედროვეების, ასევე იმათი, ვინც მას ისტორიის პერსპექტივიდან უყურებდა და როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ერთნი ძალიან დადებითად აფასებენ, უწოდებენ მას საფრანგეთის გამაერთიანებელს ადამიანს, რომელმაც ყველაზე უკეთ იცოდა და აცნობიერებდა ფრანგების ხასიათს და მოთხოვნილებებს. სხვები კი უკიდურესად უარყოფითად აფასებენ და თვლიან, რომ საფრანგეთის რევოლუციაც კი დიდწილად მისი საქმიანობის ნაყოფია. ინგლისელი ისტორიკოსის რობერტ კნეხტის შეფასებაში კარგად ჩანს ამ ფიგურის წინააღმდეგობრივი ხასიათი და აი რას წერს კნეხტი. დღესაც კი ისტორიკოსისთვის რთულია რიშელიეს ობიექტური შეფასება, რადგან მას გააჩნდა საოცარი თვისებები და იმავე დროს უამრავი ნაკლი. ის იყო ჭკვიანი, საზრიანი, მიზანდასახული, ენერგიული, კულტურული და ღვთისმოსავი კაცი, მაგრამ იმავე დროს იყო უკიდურესად პატივმოყვარე, ამპარტავანი, დაუნდობელი, ეგოისტი, შურის მაძიებელი და დროდადრო გულქვა არსება. ალექსანდრე დიუმას წყალობით კარდინალ რიშელიეს მრავალი მილიონი მკითხველის წარმოდგენაში აქვს სწორედ ინტრიგანის და შურის მაძიებელი მოხელის რეპუტაცია. მეორე მხრივ, ის იყო ნამდვილი სახელმწიფო მოღვაწე. სახელმწიფოს იდეის უკიდურესად ერთგული ადამიანი, ბრძოლისუნარიანი არმიის შემქმნელი და დიდწილად ევროპის ბედის განმსაზღვრელიც. ბუხართან საშუალო სიმაღლის მედიდური ზვიადი სახის კაცი იდგა. გამგმირავი თვალები, გადაშლილი შუბლი ჰქონდა. გამომხმარ სახეს ugრძელებდა ულვაშები და ქვემო ტუჩიდან ესპანურად დაშვებული წვერი. 36-37 წლისა ძლივს იქნებოდა, მაგრამ უკვე ჭაღარა შერეოდა თმასაც, ულვაშსაც და ესპანურად დაშვებულ წვერსაც. წელზე ხმალი არ ერთხა, მაგრამ მაინც მეომარს გავდა და მისი ჯერ ისევ მტვრიანი წაღები ამტკიცებდნენ, რომ იმ დღეს ცხენით ევლო. ეს კაცი გახლდათ არმან ჟან დიუპლესი, კარდინალი რიშელიე. ოღონდ ისეთი კი არა, როგორცაც ახლა გვიხატავენ ხოლმე. სიბერით დაუძლურებულს, წამებულივით დაავადებულს, მოდუნებული აგებულებისას, ხმა ჩახრინწულს, ერთ უშველებელ სავარძელში ჩამარხულს, თითქოს წინასწარ კუბოში წამოწოლილიყოს, რომელსაც მხოლოდ თავისი ჭკუით ედგა სული და ევროპასთან ბრძოლას თავისი დაუღალავი გონების დაძაბვით აწარმოებდა. არა, სინამდვილეში იმ დროს იგი მოხდენილი, კოხტა რაინდი იყო, ტანით უკვე სუსტი, მაგრამ სულით ძლიერი. იმ დროს ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი კაცი. ამრიგად, პირველი შეხედვით იგი სულაც არ გავდა კარდინალს და ვერავინაც ვერ იცნობდა მას, თუ ადრე სადმე არ ენახა. ასე აღწერს დიუმას სამ მუშკეტერში მეფის პირველ მინისტრს, რომელიც მეფის მუშკეტერებს და დარტანიანს საშინლად ერჩოდა. კაცს, რომელმაც შექმნა დიდი ჯაშუშური ქსელი და გარშემორტყმული იყო სასტიკი, ბოროტი ადამიანებით. არმან ჟან დიუპლესი დე რიშელიე დაიბადა პარიზში 1585 წლის 9 სექტემბერს. ეს მნიშვნელოვანი თარიღია, რადგან ზუსტად იმ დროს საფრანგეთი ზანზარებდა სასტიკი რელიგიური ომებისგან, კათოლიკებს და პროტესტანტებს, ჰუგენოტებს შორის, როგორც მათ ფრანგები უწოდებენ. არმან ჟანი იყო დიდგვაროვანთა ოჯახიდან, თან შესანიშნავი რეპუტაციის გვარიდან. მისი დედა, სიუზანა დე ლა პორტი, ცნობილი იურისტის და პარლამენტის წევრის ქალიშვილი იყო. მამა კი ფრანსუა რიშელიე საფრანგეთის მთავარი პრევოდი, სამეფო კარის მოხელე, რომელიც განაგებდა სასამართლო და სამხედრო საქმეებს. წყვილს სულ 5 შვილი ჰყავდა, მათგან ჩვენი გმირი იყო მესამე. ბავშვი თავიდანვე მშვიდი და ძალიან გონიერი იყო, წიგნის ჭია, რომელსაც თანატოლებთან თამაშს და გართობას კითხვა ერჩივნა. მაშინვე ავლენდა ძალიან კარგ ლინგვისტურ უნარებს. ცხადია, ბავშვი უნდა გაჰყოლოდა მამის კვალს და ემსახურა მეფისთვის. მაგრამ 1590 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა ფრანსუა რიშელიე და ოჯახს გამოეცალა საყრდენი. ჩავარდა ვალებში, რომლებიც მათ შორის მამამაც დაუტოვა.
ერთადერთი შემოსავლის წყარო, რაც ოჯახს დარჩა, იყო უფროსი რიშელიესთვის ანრი ვალუასგან ნაწყალობები მიწა ბენეფიციუმი. მიუხედავად ამ რთული სიტუაციისა, არმან ჟანი მიიღებს ძალიან კარგ განათლებას. ჯერ სამოქალაქოს, შემდეგ სამხედროს და ოფიცერიც გახდება. სამხედრო საქმის ცოდნა მას ძალიან გამოადგება მომავალში, როდესაც მაღალი რანგის მოხელე გახდება და ერთდროულად იქნება ეკლესიის მეთაურიც, პრემიერ-მინისტრიც და სამხედრო მეთაურიც. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა პოლიტიკურ ატმოსფეროში იზრდებოდა ეს ბავშვი და რას ხედავდა ამ დროს საფრანგეთში. დამანგრეველი რელიგიური ომების შემდეგ საფრანგეთის მეფე გახდა ანრი მეოთხე, პირველი ბურბონი, რომელიც ქვეყანაში უზრუნველყოფს მშვიდობას. მაგრამ ამას მიაღწევს იმით, რომ ჰუგენოტებთან წავა ძალიან დიდ დათმობებს. ზოგადად ანრი მეოთხეს რელიგია არ აინტერესებდა, დიდად არაფრად მიაჩნდა. ხან კათოლიკე იყო, ხან პროტესტანტი, შემდეგ როდესაც მიხვდა, რომ საფრანგეთს პროტესტანტი მეფე ვერ მართავდა, ისევ კათოლიკე გახდა. მან პროტესტანტებს ფაქტობრივად ავტონომია მისცა საფრანგეთის სამხრეთში. ქვეყანა არამხოლოდ დამშვიდდა, არამედ ჰუგენოტების შრომისმოყვარეობის წყალობით აყვავდა კიდეც. 17 წლის არმან ჟანი ნაწყალობები ბენეფიციუმის პირობებით გახდა სასულიერო წოდების ერთადერთი პრეტენდენტი. ეპისკოპოსი უნდა გამხდარიყო ერთ-ერთი ძმა, რომ ოჯახს თავისი ეპარქიიდან შემოსავალი მიეღო. მაგრამ მის ძმა, რომელიც ეპისკოპოსი უნდა გამხდარიყო, გადაწყვეტს გახდეს ბერი. ამიტომ მის ადგილს დაიკავებს ჩვენი გმირი. 4 წლის განმავლობაში ის ისწავლის თეოლოგიას, მონაწილეობს 1000 თეოლოგიურ კამათში, დიპლომის მიღების შემდეგ კი გაემგზავრება რომში. მას უკვე განთქმული ჰქონდა სახელი, ამიტომ იტალიაში ჩასვლისთანავე 1607 წელს გახდა ლიუსონის ეპისკოპოსი. ბევრ ქვეშევრდომს არ მოეწონა, როდესაც ახალგაზრდა დიდგვაროვანმა, თანაც განსაკუთრებული ფინანსური მხარდაჭერის გარეშე, შეძლო სამეფო კართან ასე ახლოს მისვლა. იმ დროს, როდესაც რიშელიე შეუდგა თავის უფლებამოსილებებს, ლიუსონის საეპისკოპოსო არ იყო კარგ მდგომარეობაში. მას უნდა გამოესწორებინა გაკოტრებული ქალაქის მდგომარეობა და ამით სამეფო კარის ნდობა მოეპოვებინა. რამდენიმე რეფორმა ჩაატარა. მათ შორის დააარსა სემინარია ღირსეული სასულიერო პირების მონაწილეობით და საბოლოო ჯამში მართლაც გააუმჯობესა ლიუსონის მდგომარეობა. მაგრამ მაღალი წრეები მას მაინც ეჭვის თვალით უყურებდნენ, რაღაც უხილავ საფრთხეს გრძნობდნენ მისგან. ახალგაზრდა ეპისკოპოსი 30 წლისაც არ იყო, თავით გადაეშვება პოლიტიკაში, რაც არ არის გასაკვირი. მე-17 საუკუნის დასაწყისში საფრანგეთის პოლიტიკური ცხოვრება ძალიან ბობოქარია. 1610 წელს ანრი მეოთხეს კლავენ და ტახტზე ადის მისი მცირეწლოვანი შვილი ლუი მე-13, მაგრამ რეალური ძალაუფლება აქვს დედამისს, მარია მედიჩის. 1614 წელს მარია მედიჩი მოიწვევს სამი ფენის წარმომადგენლობას გენერალურ შტატებს. რიშელიეც არჩეულია ამ შტატებში, როგორც სამღვდელოების წარმომადგენელი. ახალგაზრდა ეპისკოპოსი მიიპყრობს დედოფლის ყურადღებას და ისიც დაიახლოვებს მას. დედოფალმა თავიდანვე შეამჩნია მისი מחვილი გონება და სახელმწიფო საქმეების მართვის უნარი. 10 წლის განმავლობაში რიშელიე იქნება მარია მედიჩის ნდობით აღჭურვილი პირი, მისი თანაშემწე და მისი მრავალრიცხოვანი ინტრიგების მონაწილე. მარია მედიჩი იყო საშინელი ინტრიგანი ქალი. ამასობაში იზრდება ლუი მე-13 და დედაშვილის ურთიერთობა ფუჭდება. ბიჭი გაიზარდა და მოუნდა მართვა, რეალური ძალაუფლება. 1617 წელს ის გადაწყვეტს დედის მეურვეობიდან გასვლას და საქმე შეიარაღებულ შეტაკებებამდეც მივა. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად 10 წლის განმავლობაში რიშელია იყო დედოფლის მხარეს, ის ყოველთვის ცდილობდა შუამავლის როლის შესრულებას, მომრიგებლის. მაგრამ ლუი მე-13 არ ენდობოდა მას და ეს მისი სწრაფი აღზევებაც ძალიან არ მოსწონდა. ბევრი დრო გავა, ვიდრე დიუპლესი მიიღებს დიდი ხნის დაპირებულ კარდინალის წოდებას და ამაში მას მარია მედიჩი დაეხმარა. და აი ამ დედაშვილის დაპირისპირების დროს ლუი მე-13 მოაკვლევინებს დედის ფავორიტს კონჩინო კონჩინის. თავად მარია მედიჩის ბლუაში გააგზავნის. რიშელიეს კი უბრძანებს თანამდებობა დატოვოს და დაბრუნდეს ლიუსონში. მაგრამ მალევე მიხვდება, რომ რიშელიეს გარეშე მონარქის უფლებამოსილებებს ვერ გაუმკლავდება და კარდინალს მალევე დააბრუნებს სასახლეში.
1624 წელს ხდება გარდატეხა საფრანგეთის ცხოვრებაში, შესაბამისად ჩვენი გმირების ცხოვრებაში. რიშელიე, რომელიც მანამდე 2 წელი იყო კარდინალი, ხდება მეფესთან არსებული სახელმწიფო საბჭოს წევრი და ამ მომენტიდან ის სიცოცხლის ბოლომდე გადამწყვეტ როლს შეასრულებს საფრანგეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში. მარია მედიჩის ძალიან არ მოსწონდა თავისი ყოფილი ფავორიტის ასეთი მოძლიერება და 1630 წელს შეეცდება მის თავიდან მოშორებას. შვილს მოსთხოვს გადააყენოს ის თანამდებობიდან. უმაღლესი წოდების ძალიან ბევრი ადამიანი იყო ამბოხებული დედოფლის მხარეს. ლუი მე-13-ს არ უნდოდა თავიდან ამ შეთქმულებაში მონაწილეობა, მას არ სიამოვნებდა, რომ ქვეყანას თავად არ მართავდა და ყველაფერს მისი მინისტრი წყვეტდა, მაგრამ ბოლო მომენტში ის არჩევანს გააკეთებს კარდინალის სასარგებლოდ, დედას კი გადაასახლებს. მოგვიანებით ხალხი ამ ამბოხს შეარქმევს გაბრიყვებულთა დღეს. ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით კარდინალის მოტივაცია იყო ფული, მაგრამ სხვები და ეს სხვები არიან უმრავლესობაში, ფიქრობენ, რომ რიშელიეს ერთადერთი მიზანი ჰქონდა და ეს იყო წესრიგის დამყარება. წონასწორობის მიღწევა საფრანგეთის როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაში. ამიტომ ის იწყებს სახელმწიფო დონეზე ჯაშუშების პირველი ქსელების შექმნას. კარდინალის ყოველი დღე იწყებოდა ხელში ჩაგდებული წერილების კითხვით. მისი პირადი მსვერავები უამბობდნენ მას, რას განიხილავდნენ პატიმრები ციხეებში და რაზე ჩურჩულებდნენ ფრეილინები თავიანთ ოთახებში. რიშელიესთვის მნიშვნელოვანი იყო სცოდნოდა ყველაფერი, რაც ხდებოდა სასახლეში და სასახლის მიღმაც. ამგვარ ინფორმაციასთან გამკლავება მარტოს რა თქმა უნდა გაუჭირდებოდა, ამიტომ დაახლოებით ამავე პერიოდში მის გვერდით ჩნდება ფრანსუა ლეკლერ დიუ ტრამპლე, ცნობილი მამა ჟოზეფი, ან როგორც მას მოგვიანებით შეარქვეს რუხი კარდინალი, თვალისფერის და ტანისამოსის ფერის გამო. რიშელიეს საიდუმლო მრჩეველი, რომელიც სულ მის უკან იდგა და გადამწყვეტი როლი შეასრულა 30-წლიანი ომის პერიოდის ევროპულ პოლიტიკაში. როგორც ამბობენ, რიშელიე მის ჯერ კიდევ ლიუსონში გაიცნო. ინგლისელ მწერალს ოლდოს ჰაქსლის აქვს ნაშრომი „ეტიუდი რელიგიასა და პოლიტიკაზე“, სადაც მამა ჟოზეფზე წერს, ის იყო საშინელი გამოცანა, რომელიც აუცილებლად უნდა ამოგეცნო. მასში თავმოყრილი იყო სულიერებაც, მისტიკურობაც, იმავე დროს საკმაოდ მყარად იდგა მიწაზე იმისთვის, რომ დაენახა ადამიანის მანკიერი მხარეები და სურვილები. სწორედ ამ თვისებების გამო აფასებდა მას წითელი კარდინალი რიშელიე. გამოთქმა „რუხი კარდინალი“ კი ყველა ენაში სწორედ მამა ჟოზეფის მეტსახელის დამსახურებით დამკვიდრდა. ის იყო რიშელიეს არა მხოლოდ თანაშემწე, არამედ მისი მეგობარი. ერთი პერიოდი სამეფო კარზე ასეთი ხუმრობაც არსებობდა, რომ გაფრთხილების და მნიშვნელოვანი ინფორმაციის გარეშე კარდინალის კაბინეტში შესვლა მხოლოდ დიუ ტრამპლეს და კატებს შეუძლიათ. მთელ ქვეყანაში გაბმული ჯაშუშური ქსელების წყალობით, მათ შორის რუხი კარდინალის ძალისხმევით, რიშელიე დროულად აღკვეთდა ყველა ამბოხს და გამარჯვების არანაირ შანსს არ უტოვებდა მტრებს. ასე ჩაახშო მან 1629 წელს ჰუგენოტების პროტესტანტების ამბოხი. ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება, რასაც ის თავისი მმართველობის დასაწყისში მიიღებს, შეზღუდავს ჰუგენოტების უფლებებს, რომელიც მათ ანრი მეოთხემ მისცა. ნანტის ედიქტს ის სრულად ვერ გააუქმებს, მაგრამ ამ შეთანხმებას ჰქონდა საიდუმლო მუხლებიც. დოკუმენტის თანახმად, ჰუგენოტებს ჰქონდათ აღმსარებლობის თავისუფლება, რაც შეეხება დახურულ მუხლებს, რომლებსაც რიშელიე გააუქმებს, ესენი იყო საკუთარი არმიის ქონის უფლება და დიდი თვითმმართველობა საკუთარ ტერიტორიებზე, ძირითადად საფრანგეთის სამხრეთში. რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება აჯანყება. ამ აჯანყებას რიშელიე ჩაახშობს მათ შორის ჯაშუშური ქსელის დახმარებით. ჰუგენოტები ვერ შეძლებენ ლაროშელის ციხესიმაგრის დაცვას. შემდეგ კი ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომლითაც აღიარებენ ლუი მე-13-ის მმართველობას და უარს იტყვიან ყველა პოლიტიკურ და სამხედრო პრივილეგიას. მას შემდეგ, რაც პროტესტანტებს გაუმკლავდება, მიადგება არისტოკრატიას და შეეცდება მათ დასუსტებას. არისტოკრატები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ საფრანგეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში და იყვნენ საკმაოდ დამოუკიდებლები. ქვის ციხესიმაგრეები იყო მათი დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი საღრდენი. რიშელიე დაახლოებით 2000 ციხესიმაგრის გამაგრებას და ბასტიონს დაანგრევინებს. ის გააგზავნის პროვინციებში მოხელეებს, ზედამხედველებს და მისცემს მათ ძალიან დიდ უფლებებს. ამიტომ რეგიონებში ეს მოხელეები გახდებიან ნამდვილი ბატონები და არა ადგილობრივი არისტოკრატი. კიდევ ერთი ცვლილება
არისტოკრატებთან დაკავშირებით იყო ის, რომ რიშელია აკრძალავს თანამდებობების გაყიდვას. სამეფო კარზე იყო ასეთი ტრადიცია, რომ მაღალ თანამდებობას ინარჩუნებდნენ არისტოკრატები იმით, რომ ერთხელ ფული ჰქონდათ ამ თანამდებობაში გადახდილი. რიშელია ამას აკრძალავს და ამის შემდეგ მხოლოდ მონარქი შეძლებს თავისთან დაახლოებული პირის დანიშვნას. აკრძალა დუელებიც. ჯერ კიდევ 1619 წელს რიშელიეს ერთ-ერთი ძმა დაიღუპება დუელში, რამაც კარდინალზე ძალიან მძიმედ იმოქმედა. 1626 წელს დუელის გამო სიკვდილით დასჯა შემოიღეს, ან გადაგასახლებდნენ და მთელ ქონებას ჩამოგართმევდნენ. ესეც არისტოკრატების დამორჩილებისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო, რომლებიც სახელმწიფო კანონის მოქმედების ქვეშ მოექცნენ. რიშელიეს ასეთი არგუმენტები ჰქონდა: თუ კი დიდგვაროვნებს ასე უნდოდათ იარაღის ქნება, სახელმწიფო დაეცვათ, ომში გაერისკათ და არა დუელებზე. და თუ კი ჩხუბობდნენ, ძალით კი არ გადაეწყვიტათ კონფლიქტი, სასამართლოსთვის მიემართათ. ანუ ღირსების დაცვაც კი რიშელიეს აზრით იყო სახელმწიფოს საქმე. სახელმწიფო ძლიერებისთვის შექმნა მან ჯაშუშური ქსელი, თვალთვალის განტოტვილი სისტემა. სახელმწიფოს მხრიდან კონტროლი, მისი უსაფრთხოება რიშელიესთვის იდგა პირველ ადგილზე. მამა ჟოზეფი და მსგავსი პირები აკონტროლებდნენ ჯაშუშებს. ამ ქსელით მან ძალიან ბევრი დიდგვაროვნის შეთქმულება გახსნა. საგარეო პოლიტიკაშიც იგივე მიზანი ჰქონდა სახელმწიფოს გაძლიერება. საფრანგეთის მთავარი მტერი ბოლო საუკუნის განმავლობაში იყო ესპანეთი. ამიტომ რიშელიე ებრძვის ესპანეთს და ესპანელ ჰაბსბურგებს. 1615 წელს მარია მედიჩი, რომელსაც მაშინ ძალაუფლება ჯერ კიდევ ჰქონდა და ცდილობდა საფრანგეთი საფრთხისგან დაეცვა, თავის მცირეწლოვან შვილს მოუძებნის ესპანელ საცოლის, ცნობილ ანა ავსტრიელს. ავსტრიელი იყო მისი წოდება და არა ეთნიკური წარმომავლობა, ეს ქალი იყო ესპანელი. და არსებობს ლეგენდა, რომ კარდინალს, რომელიც არ იყო გულგრილი ზოგადად ქალების მიმართ, შეუყვარდა დედოფალი. შეეცადა მასთან დაახლოებას, მაგრამ ქალმა უარყო და აქედან მოდიოდა დიუმას ისტორია მათი მტრობის შესახებ, ამიტომ უნდოდა შეყვარებული ჰერცოგის ბეკინგემის დაღუპვა თითქოს და ცნობილი სამკაულის ისტორია. მაგრამ ისტორიკოსები ამ მტრობას ბევრად მარტივად ხსნიან, არა პირადი გრძნობებით, არამედ იმით, რომ რიშელიე იყო მტრულად განწყობილი საფრანგეთის მტრის ესპანეთის მიმართ. ეს რა თქმა უნდა პირად გრძნობებსაც არ გამორიცხავს დედოფლის მიმართ, შეიძლება ეს პირადი დამოკიდებულება დამატებით ამწყავებდა ამ კონფლიქტს. მაგრამ ფაქტია, რომ მან რიშელიემ გამოიყენა თავისი გავლენა, რომ ეს ცოლ-ქმარი ანა ავსტრიელი და ლუი მე-13 შეერიგებინა. ისინი დიდი ხნის განმავლობაში ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. მან დაარწმუნა მეფე და დედოფალი შერიგებულიყვნენ და სწორედ ამის წყალობით დაიბადა მემკვიდრე, რომელიც მანამდე არ იყო, მომავალი ლუი მე-14. ინგლისთან ომი კი დაიწყო რელიგიური უთანხმოების გამო. ინგლისელები, როგორც პროტესტანტები, მხარს უჭერდნენ ამბოხებულ ჰუგენოტებს კათოლიკური საფრანგეთის წინააღმდეგ. ინგლისელები ამ ომში დამარცხდებიან. და აი აქ ჩანს რიშელიეს კიდევ ერთი განსაკუთრებულობა, როდესაც მას სჭირდებოდა, ის რელიგიურ სხვაობას ყურადღებას არ აქცევდა და ამით ძალიან განსხვავდებოდა თავისი დროის პოლიტიკოსებისგან. მე-17 საუკუნე ესაა დრო, როდესაც ევროპაში რელიგიური სხვაობის გამო კათოლიკები და პროტესტანტები ერთმანეთს ხოცავენ. რისი აპოთეოზიც იყო 30 წლიანი ომი, რომელშიც ბევრი ევროპული ქვეყანა მონაწილეობდა. ფორმალურად ეს იყო ომი კათოლიკურ და პროტესტანტულ გერმანულ სამთავროებს შორის, მაგრამ კათოლიკებს ეხმარებოდნენ ესპანეთი და ავსტრია, რომლებიც პროტესტანტი გერმანელების გარდა ებრძოდნენ შვედებს და ნიდერლანდებსაც. და თითქოს ლოგიკური იქნებოდა, რომ კარდინალი რიშელიე ყოფილიყო კათოლიკების მხარეს, მაგრამ არა. ესპანეთს და ავსტრიას ორ კათოლიკურ ქვეყანას მართავდნენ რიშელიესთვის საძულველი ჰაბსბურგები. ამიტომ საფრანგეთში ის კი დევნიდა ამ პროტესტანტებს, მაგრამ საფრანგეთის გარეთ მათ მხარს უჭერდა ესპანეთის და ავსტრიის წინააღმდეგ. ეს კი იყო აბსოლუტური სიახლე საერთაშორისო ურთიერთობებში. მე-16 საუკუნეში რელიგიური სხვაობები ძალიან სერიოზულად განსაზღვრავდა სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს. რიშელიე კი უკვე აყალიბებს სისტემას, რომელშიც სახელმწიფოს ნაციონალური ინტერესი უფრო მნიშვნელოვანია და დგას რელიგიურ ინტერესზე მაღლა. არ დაგვავიწყდეს, რომ ეკლესიის მეთაური იყო. თუ კი მანამდე ქრისტიანული სახელმწიფოები მეტნაკლებად მოკავშირეულ ურთიერთობებში იყვნენ, რიშელიე იქნება პირველი, ვინც წინ წამოწევს სახელმწიფოს ნაციონალურ იდეას და ამის შემდეგ სახელმწიფოები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან საერთო რელიგიის მიუხედავად.
მაგრამ კარდინალი არ იყო მხოლოდ ომებით და ჯაშუშებით დაკავებული, ის იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც მიხვდა თუ რამხელა როლს ასრულებს სახელმწიფოს ცხოვრებაში და ძალაუფლების განმტკიცებაში კულტურა და პროპაგანდა. მან შექმნა საფრანგეთის აკადემია, რომელიც დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დაწესებულებაა ფრანგულენოვან სამყაროში. რიშელიეს წვლილი ძალიან მნიშვნელოვანია ფრანგული არქიტექტურის განვითარებაში. მისი მფარველობით დააშენა სორბონის ეკლესია არქიტექტორმა ლემერსიემ და ლემერსიესთან ერთად სხვა არქიტექტორებმა ქალთა მონასტრის ვალდეგრასის ტაძარი. ორივე ბაროკოს სტილშია, ორივე ეს ტაძარი და რიშელიეს უყვარდა ეს სტილი. როდესაც ის გარდაიცვლება, მას სორბონის ეკლესიაში დაკრძალავენ. ის მხარს უჭერდა მწერლებს, ისტორიკოსებს, პოეტებს. ცხადია, არა უანგაროდ, ის ელოდებოდა მათგან სახელმწიფოს განდიდებას. არა პრიმიტიულს, მაგრამ განდიდებას. კარდინალს დრამატურგიაც უყვარდა და პიესებსაც წერდა. მისი პიესები სხვა მწერლების ნაწარმოებებთან ერთად იბეჭდებოდა მისი ხელმძღვანელობით ღია სამეფო ტიპოგრაფიაში. რიშელიეს დროს შეიქმნა გაზეთი. პირველი ფრანგული გაზეთი და ზოგადად მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი გაზეთი. მასში იბეჭდებოდა ოფიციალური პოზიცია საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე. მან უკვე იცოდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს. რიშელიე სუსტი კაცი იყო ჯანმრთელობით 1642 წლის შემოდგომაზე ექიმებმა თქვეს, რომ კარდინალი ზამთარს ვერ გადაიტანდა. ლუი მე-13, რომელიც მის მიმართ არ იყო ერთგვაროვნად განწყობილი, მაინც ხშირად მიდიოდა მის სანახავად. ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე კარდინალმა მას უთხრა, თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ვტოვებ თქვენ სამეფოს დიდების და პატივისცემის ზენიტში, ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც არასდროს ყოფილა, თქვენს მტრებს კი დამარცხებულებს და მოთვინიერებულებს. ის 1642 წლის 5 დეკემბერს გარდაიცვალა. მეფემ მასზე მხოლოდ რამდენიმე თვითმეტხანს იცოცხლა, იწყებოდა ახალი მეფე ლუი მე-14-ეს ეპოქა და როდესაც ლუი მე-14 გაიზრდება, ის ბევრ ამეს გამოიყენებს რიშელიეს მემკვიდრეობიდან. ალფრედ დევინის რომანში სენ-მარი, სადაც რიშელიე ერთ-ერთი პერსონაჟია, არის ასეთი ფრაგმენტი. ის ისე იძიებდა შურს მისთვის მიყენებული წყენისთვის, რომ საკუთარ თავს არ უტყდებოდა და ხშირად დიდხანს, შეიძლება წელიწადზე მეტხანს დაერწმუნებინა თავი, რომ ამ შურისძიებას მისგან სახელმწიფოს ინტერესები მოითხოვდა. ისე ოსტატურად აქსოვდა თავის პირად ინტერესებს სამეფოს ინტერესებთან, რომ თავადაც დაიჯერა, თითქოს საფრანგეთი იცლებოდა სისხლისგან იმ ჭრილობების გამო, რომლებსაც მას კარდინალს აყენებდნენ. თქვენ რას ფიქრობთ, კარდინალი რიშელიე დიდი სახელმწიფო მოღვაწე იყო, რომელმაც საფრანგეთს სიკეთე მოუტანა, თუ ბოროტი, ინტრიგანი და შურიანი ტირანი? აუცილებლად მოგწერეთ კომენტარებში, მანამდე კი ტრადიციულად გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი და შეატყობინოთ მის შესახებ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს. ნახვამდის.